Look at this. ვერ გავჭრითო და ეს რაღაც მირჩიეს და მოკლედ არ მომეწონა. ლიესკას ველოდები თქვენგან. მაინც არ მეყოფოდა ეგ. თავიაზრე რომ არ მაქვს ლეპტოპი. ესე გამოვიყურები. ხო და მოკლედ არ იეჭვიან მეგობრებო. რა ვქნა. ნაცვალ ჩემი მეგობრის შვილს. აი ძალიან კაი, ჩემ მე ვიღაცამ დააგვიანა მომიწონა. მერჯობა. ნენი ხანი ვლოგი არ გადამიღია. მოგესალმებით მეგობრებო. არის 4 შაბათი დღე. და ეს დღეაც დამემართა. ჩემი უფროსი ალბათ ამას არასდროს არ უყურებს. რომ შუა დღეს გავიაზრე რომ არ მაქვს ლეპტოპი. და გადავწყდა რომ გამოსულიყავი კაფეში სამუშაოდ და საჭორაოდ. თან ცოტა მომიშავა, თან ცოტა რაღაცა და მე ვიყავ ლეპტოპი. ხოდა ეხლა ჩემს მეგობარს და თანამშრომელს ვთხოვე რომ გამოეგზავნა ჩემთვის და ველოდებით. ვიმყოფებით ახალ ულამაზეს მეგრულ კაფე რესტორანში, რომელსაც ქვია ოდი და სადაც არის უგემრიელის რაღაცები როგორც ვიცი და ჩემს მეგობარ თამართან ერთად კი, იგივე თამს რომელიც როგორც გახსოვთ აეროპორტში გაიცანით. აუ ჩემ მეგობრებს დაჭირთ იცი? აი მაგალითად ეხა ვიღაცასთან ერთად ვარ ვლოგში. ეჭვიანობენ. ან ვლოგში ვთქვი რაღაც ისეთი. სხვაზე კარგი კი არა, რაღაც ისეთი, რაც არ მოეწონათ. მეუბნებიან, მაგალითად ერთხელ ვთქვი მე ვარ თქო ინიციატორი თქო ჩემ მეგობრებში თქო რა სადმე წასვლის თქო და ჩემმა ერთმა მეგობარმა ეხა არ დავასახელებ ვინ რა ის ინიციატორი ხარ რომ ყველაფერზე მაუარებო ახლა დღეს შეგიყავი ინიციატორი ხო და მოკლედ არ იეჭვიან მეგობრებო ყველას თქვენი ადგილი გაქვთ ჩემს რაც გინდა ის თქვი ხო არ უყურებ ჩემ ლოგს არასდრო ხო და მოკლედ სინჯავთ რაღაცებს ეხლა მოგვიტანეს უგემრიელესი კარაქი აჯიკით და თონის პური და ასე შემდეგ და მე მაქვს შეკვეთილი პამიდურის სალათი ჯონჯოლით მე რა მაქვს შეკვეთილი არ მახსოვს რომ მოიტანე გავხსენე ძალიან კაი ლოკაცია არის საოცარი ინტერიერი არის სალათს გავიყოფთ აბრაშიზამთ ნინო ელიავას დიზაინით თუმცა არის შექმნილი ეს ყველაფერი და აი გიჟდები ისე მომწონს ყველაფერი ძალიან კარგია დაგეთვალიერებინებთ ახლა Look at this. ჩავიბარეთ. მადლობა ილიას. ნოვიდა პური. ცხელი პური ძალიან კაი. ძალიან გემრიელი. ჯონჯოლი ძალიან მოყვარს. აი შეიძლება ისე გავჭედ რომ აპლიკაცია წავშალო. მოვიდა გებჟალია, რომელიც კარგად გამოიყურება. მაგრამ მე არ მიყვარს. არ გავსინჯავდი, რომ არა დეგუსტაციის ხიბლი. მედი პატარას ავიღებ. ნახეთება. ნახეთ როგორ მოგწონება. მე მიყვარს რა ქვია ხომიდა ყველი ერთად რო არის ელარჯი მაქვს გასინჯული ჩემი სტუდენტის დედის გაკეთებული ეკაკოსი ფოთიდან არის წარმოშობით და ოჯახში დაგვპატიშა და ეგეთი გემო საერთოდ ვერ გავჩერდი პირველად რა სუფრაზე გასინჯული მქონდა და რაღაც არ მომწონდა და ეს ძალიან გემრიელი იყო
ხო, ჯოხი მაინც სანაირად აკეთებ. მოკლედ მწარეც არის, მე ძალიან გემრიელია. ტარხუნა აქვს, ხო? მოვიდა ნაყინი ვანილის. მე ძალიან პრეტენზიული და დაპრეტებული ვარ ნაყინის მიმართ. ამ ბოლო დროს დავამოღამე არახისის თხილით ნაყინი, ანუ მარილიანი და ტკბილი. ძალიან კაი. ძალიან კაია. აი ტყუილა არ ვიტყოდი. ძალიან კაია. ვაფლის გემო აქვს. აი ვაფლს რო შიგნით აი გემრიელ თეთრ ვაფლს რო შიგნით რაღაც კრემი აქვს. ხო ვანახლებთ ახლა გადაღებებს და სტატივი უნდა დავამაგრო ახლებურად, იმიტომ რომ იქ არ მომწონს სადაც აყენია. ხა დავფიქრობ რაღაც ახალ გზას. მაგრამ აი ტარების დროს მგონია რომ ჩამოვარდება და როგორ გავასწორო ისე რომ არ ჩამოვარდეს არ ვიცი. და აი ესე გავაჩერო, მე მგონი რაღაცა შედეგს მივიღებ. მოკლედ, დღეს არის ყველაზე გრძელი დღე და დღეს იქნება ყველაზე გრძელი დღე, იმიტომ რომ მოკლედ დილიდან ვისაუზმე დეეჩემს გაუარე, დეეჩემი როგორც იცით, რეაბილიტაციო ცენტრში დაგვყავს ვარჯიშებზე იმისთვის, რომ ხელფეხის ფუნქცია აღუდგეს. ამ ეტაპზე არის გასული 3 თვე და სიარულის შეუძლია, გეტყვით როგორ, ანუ აი სახლა რომ გამოვიდეს და დაგხვდეს შეუძლია უკვე. აქამდე ეგეც არ შეეძლო და შეუნდა მოგემზადებინა, რაც ძალიან დიდი პროგრესი არის. მოკლედ, ეხლა უკვე გავუარე სახლში, წავიყვანე კენ ვოლკერის კლინიკაში. ამ კლინიკაზე ცალკე ძალიან ვრცელ ვიდეოს ჩავწერ. რა მაგარი კლინიკა არის ინსულტ გადატანილი პაციენტებისთვის, იმიტომ რომ სრულყოფილად ემსახურებიან ყველას თავის რაღაცა ფიზიკური აქტივობებით, სპეციალური ვარჯიშებით, ფსიქოლოგის მომსახურება აქვთ, მეტყველების სპეციალისტები ყავთ და მოკლედ ძალიან კარგი კლინიკა არის და რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. ჩვენ სრულყოფილად დაგვიფინანსდა, ალბათ პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, მაგრამ როგორც ვიცით, ძირითადად 90% ფინანსდება. მოკლედ ძალიან კარგი რაღაც არის. სხვა სარეაბილიტაციო ცენტრებიც რა თქმა უნდა ვცადეთ, მაგრამ ესეთი კომპლექსური მიდგომა არსად არ არის. უკვე დავტოვე კლინიკაში, ვარჯიშები უნდა ჩაუტარდეს და ჩემი და როგორც ესეთ ძალიან მალე მშობიარობს და მოვედით ჰერაში, რომ გავიცნოთ მისი მშობიარე ექიმი აპირებს სოსო ღოღობერიძესთან მშობიარობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი რეკომენდაცია მოვისმინეთ. მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ამიტომ მე თვითონაც ძალიან მინდა რომ ვნახო. რა თქმა უნდა, ჩემი დააგვიანებს, იმიტომ რომ ეგეთია. და როგორც კი ჩემი და მოვა შევალთ და მე ისევ დეეჩემს უნდა გავუარეს კლინიკა არის სანზონაში. ძალიან დიდი გზის გავლა გვიწევს ყოველ ვარჯიშზე, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ყველაზე კარგი კლინიკა მანდ არის და იძულებულები ვართ მანდ ვიაროთ. ხო, და ვიტამინი არ დამილევია დღეს, მაგრამ წყალი არ მაქვს, ხო. მე ისევ წავედი სანზონაში, მე უნდა წავიყვანო სახლში დავტოვო. არა, სალონში უნდა დავტოვო, იმიტომ რომ თმა აქვს შესაღები. სახლში ვღებამთ აქამდე და ეხა უკვე აღარ შეგვიძლია მართლა და იქნებ სალონით გამოვძვრეთ და მერე მივდივარ, დღეს არის ჩემი სტუდენტების graduation-ი, დაამთავრეს კურსი, 5 საათზე უნდა მოვასწრო, ეხლა არის 2 საათი. graduation-ი, ანუ მე უნდა მოვასწრო სახლში მისვლა, გამოცვლა, მოწესრიგება და მე graduation-ზე მისვლა. პარალელურად რაღაც საქმეები მაქვს და ვნახოთ მოკლედ დღის ბოლოს გადავრჩებით თუ არა გუშინ ძალიან მაგრად ამივარდა წნევა.
აი ესე უბრალოდ მოწმენდილ ცხელზე არაფერი არ მეკეთებია განსაკუთრებული და ძალიან ცუდად ვიყავი. ხო და დღეს უნდა დავაკვირდა და ძალიან გავაკონტროლო, ხშირად მივიდება წნევა. სოსო ღოღობერიძე ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი ექიმია, ძალიან საყვარელად მიგვიღო. ძალიან პროფესიონალი ჩანს და ნამდვილად ღირს მასთან მშობიარობა და მე ცოტა გული გამისყდა, იმიტომ რომ იმდენი ორსული დავინახე და ერეფანში ოღონდ უკვე მე-9 თვეს მიკაკუნებული ორსულები, რომ აი შემეშინდა. ეხლა რომ წავიდე სახლში, გამოვიცვალო, მოსაწესრიგებელი ვარ, ძალიან მაგრამ მეჩქარება. და ცოტა გამოვიპრანჭოთ და მივიდეთ graduation-ზე. მივდივართ. ჩავეცვი კაბა, რომელიც ვიყიდე ერთ-ერთი ნათლობისთვის ჩვენი მეგობრის და მივხვდი, რომ ძალიან ლამაზია და სანამ ჯერ კიდევ მეტევა. Why not? უცბად გავიკეთე მეიქაპი, ვჭამე. და მაგვიანდება, ანუ 6 წუთი უკვე დამაგვიანდა. მივიწერე. იმედია, აი ესე ზუსტად time დროში გათვლილი დასაწყისი არ ექნებათ და ძალიან ლუზერივით არ შევალ, იმიტომ რომ ლექტორი რო აგვიანებს ტეხავს. ხოლო მისვია ტანზე ნუქსის ზეთი და მივხვდი, რომ ზაფხულის სუნი, აი ზაფხულის გართობის, გაპრანჭვის და აი კარგად ყოფნის სუნი აქვს აი ნუქსის ზეთს. ისე მიყვარს, აი როგორც კი ვისმევ ყველა მოგონება, რომელიც აი ბათუმთან, ზღვასთან და კარგად ყოფნასთან მაკავშირებს, ჩემ შეიღვიძებს. ეხლა მივიდეთ და დაგათვალიერებინებთ ვინ არიან ჩემი სტუდენტები, გაგაცნობთ ყველას და ნახოთ როგორ ჩაივლის სერტიფიკატების გადაცემა. მთავარია ეხლა მანქანის ადგილი დამხვდეს. ესე გამოვიყურები. გამარჯობა. მაგიტო მიყო მე შენთან კარგი შედეგები. თაბა შემდეგი არის ანი შუბითიძე. აი ძალიან კაი, ჩემ მე ვიღაცამ დააგვიანა, მომეწონა ეს. აი შემედი თორნიკე სანამ მოვა უცბად გადაისმით. მოკლედ გადავწყვეტა რომ ცოტა ხნით სამუშაოც დაუმჯდარიყავი, იმიტომ რომ რაღაც საქმეები მაქვს, რაც ვერ მოვასწარე მთელი კვირის განმავლობაში. ასევე ჩემი პირადი საქმეებიც მაქვს, რომელიც უნდა მოვასწრო, რაღაცები მაქვს მოსაძებნი და ცოტა ხნით ცივ ყავაზე შემოვიარეთ ლუჩში და ასევე გავაგემოვნებ მოცვის ძალიან საყვარელ დესერტს. გეტყვით როგორ იქნება. არ გავგვიჟდი. ახალ-ახალი გამომცხვარი ფორთოხლის კექსი ედოთ და ის მინდოდა, მაგრამ ახალი გამომცხვარი არისო და ვერ გავჭრითო და ეს რაღაც მირჩიეს და მოკლედ არ მომეწონა. ის დაღამდა და ამასობაში მოვასწარი. ძალიან ბევრი რაღაცას ნახო. მანქანები დავთვალიერე და ვნახე, რომ ჩემი მანქანის ფასი არ არის დავარდნილი, რაც ძალიან მომწონს, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ძვირი არის ის მანქანა, რა მანქანის ყიდვაც მინდა საქართველოში, მაგრამ ვნახოთ, იქნებ გამოჩნდეს, ნუ არ მეჩქარება, ჯერჯერობით მესანამ გავაკეთებ და მესანამ დეკრეტში გავალ, ჯერ კიდევ რაღაცები შეიცვლება, მაგრამ ნუ დავათვალიერე ასევე მშენებარებინები და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, თბილისში, მოდი ესე ვიტყვი, ძალიან რთულია ისეთი კორპუსი არჩიო, რომელიც თან ეს არის, რა ქვია, თან კარგ ადგილას არის, თან
თვითონ კარგი корпуსია, თან აქვს ეზო, თან მისადგომად კარგია, თან შენიანებთან ახლოს რო იყო, თან ძიძამ რო იაროს, თან შენ მეგობრებთან ახლოს რო იყო. მოკლედ, ბევრი ფაქტორი არის. არის რაღაცა ძალიან კაი კომპლექსები, მაგრამ აი ეს ძალიან ლაქშერი რაღაცეები ძალიან არ მხიბლავს და თან ამ ლაქშერიში შესაბამის თანხის გადახდას არის ძალიან მხიბლავს. მოკლედ, რთულია корпуსის არჩევა. ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადაწყვეტილება მისაღები საკითხი არის. მაგრამ ნუ არ აქვს ნელ-ნელა ყოველ დღე გადავწყვეტე, რომ შევიდე my home-ზაც, რაც მშენებარებინების საიტი არის, ერთი წამი. კორტერჯი, ხო. სადაც წერები და აპდეიტებული ინფორმაცია არის და ისედაც გავიკითხო თქვენს თუ ვინმე მიცით, რომ კარგი корпуსი მითხარით. კიდევ ნახე ბავშვის რაღაცეები, ძალიან ბევრი და მოკლედ მემორი შემიწყდა და წავშალე რაღაც ვიდეო. ბავშვის რაღაცები ვნახე და მივხვდი, რომ თბილისში ძალიან ცოტა არჩევანია რაღაცის და გადავწყვეტე, რომ შევუკვეთო. შეკვეთით ცოტა, ძვირი ჯდება რაღაცეები და კიდე რა ვნახე. ბიუჯეტი დავთვალე წლის. საკითხები ჩამოვწერე კარგად, დავახარისხე საკითხები, რა მაქვს გამოსაწერი, რა მაქვს საყიდელი, სად მაქვს წასასვლელი, ასე შემდეგ. მოკლედ, იდეალურად შევაჯამე კვირა. ძალიან კმაყოფილი ვარ და დღეს სიარული მინდოდა და დღეს არ გამომივიდა სიარული, იმიტომ რომ დღეს ცოტა საქმიანი დღე მქონდა და ხვალ დილით ერთად წავიდეთ სადმე კარგად გელოს სასიარულოდ, რომ სუფთა ჰაერი ჩავისუნთქო. ადრე გავუღვიძებ. Bye. შაბათი დღეა და მივდივართ ბავშვის რაღაცები დასათვალიერებლად. მე მაქვს ძალიან ბევრი საქმე, რა პეშ რომ გასა. 90 გრადუსიანი კუთხეზე თუ რატო? ხო. მე მივდივარ ოქროს ბირჟაზე, მე მივდივარ ჩემს ედიტორთან, მინდოდა მიუტანო. არა, შენ არც წაგიყვანა ოქროს ბირჟაზე. აი, ხა წავედი. კამერა როგორ დავამაგრო, ეგრე რო გადაიწიე. ჯო, დაბატარო და ეს მოკრა. მოდი ხე დავაზუსტოთ. მე 16 სართულზე არსებულ ბინაზე ვსაუბრობთ, ხო? პირველი მაღაზია მოვედით ოლალაში ნაფარეულზე, სადაც ყველაზე დახვეწილი რაღაცეები არის და სადაც ვაპირებ კალიასკის ყიდვას ხიზე. კაი, მეუნება რომ რატო გავაჩერე იქ მანქანა, იმიტომ რომ აქაც ძალიან მაგარი პარკინგები იყო. ხო და უბრალოდ ეს კალიასკა ჯერ არ აქვს. და იქნებათ სექტემბრის ბოლოს. ეხლა უნდა ვნახოთ ტუმბოები და საწოლები. და რაღაცეები. და საწოლი უნდა ვნახო, ხო? ისა აბაზანა უნდა ვნახო კიდე. კაი, ვინც ბავშვს არ ელოდებით, ძალიან მოსაწყენია ეს ჩემი კონტენტი. რა ვქნა. ეს ველოდებით თქვენგან. ანუ შენთან ერთად რო შევდივარ მაღაზიაში, ყველა რაღაცნაირად აი საყვარლად მეკცევა და რატო? აი ყველას ესაყვარლები და მე მარტო რო შევდივარ, იმენა ესე მეკცევიან. მარტო რო შევდივარ, მე როჟებიან. აი შენთან ერთად იმენა რამხელა პრეზენტაცია ჩაატარა. არავინ არაფერს არ მიყვება. ყველგან შეიძლება წაგიყვანო. აი, აქ არის. გამარჯობა, მივდივართ ნაცლობაში. ნაცლავ ჩემი მეგობრის შვილს. დაგენახებით ცოტა ხანში როგორ გამოვიყურები, ძალიან ცხელა. უწუჩი უნდა ვიყო იქ. დღეს ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ყველაფერი მოვასწარე. ჯვრების ყიდვა, იქ რაღაცა პირსახოცი ის ეს და ეხლა გაჩვენებთ რა საყვარელ ბავშვს ნაცვლავ. უწუჩი ვიქნები ეკლესიაში. ისეთი სიცხეა, დღეს დილით მივდივოდი ბასეინზე.
და დილით 8 საათზე გავიღვიძე, ჩავიცვი, დავიკრემე ის ეს და წამოვიდე წვიმა. ანუ კი ეწერა ღრუბელი, მაგრამ წვიმა არ ეწერა და რა ჩამიშალა გეგმები, მე დავწექი, დავიძინე ისევ და რაც გავიღვიძე, მაგის მერე პატარ-პატარა რაღაცების კეთებაში ვარ. რა თქმა უნდა, არ მაქვს აგარი და წავისვი რაღაც ავტორუჯი, რომელიც არ ვიცი რამდენად ეფექტური იყო და მოკლედ მივდივარ ასეთი თეთრი თვაგერთობით ეკლესიიდან. დაიჯრანე. აბა როგორი კაბა გაცვია, მაჩვენე როგორი კაბა გაცვია. რები ახატია შენ კაბას? ვარსკვლავები? ვარსკვლავები ახატია? აი, მოკლედ წაღან ჩავწერე ვიდეო და აღმოსავლე მიკროფონი არ მქონდა ჩართული და ახლა გადავამოწმენდა ჩართულია. მოკლედ, შაბათი დღე არის, მოვედი რუცში, ჩემს საყვარელ კაფეში, საიდანაც ბოლო პერიოდია ძალიან ხშირად ვმუშაობ და უკომფორტულესი აქ ჯდომა, იმიტომ რომ თან არის სიგრილე, თან ძალიან კარგი ხედია, ძალიან კარგი გარემო, ყავის მოყვარული გავხდი როგორც გახსოვთ და ძალიან დიდი სიამოვნებით ვსვამ თითო ჭიქა ყავას აქ. ხშირად როცა მოვდივარ მოკლედ დღეს მაქვს ძალიან ბევრი საქმე და აღმოვაჩინე რომ ჩემთვის აი საუკეთესო თერაპია არის ესე განმარტოება და ჩემი საქმეების მოგვარება. ვისაც შაბათ-კვირას გიყვართ დასვენება, ძილი, ყველას ძალიან დიდი პატივისცემა, მაგრამ ჩემთვის ნაყოფიერი შაბათ-კვირის გატარება ასოცირდება იმ საქმეების მოგვარებით, რომელიც კვირის განმავლობაში მიგროვდება. ძალიან მიყვარს დაჯდომა და ერთიანად ყველაფრის დაგეგმვა, ჩანიშნვა, ექიმის ვიზიტი იქნება ხელოსანი თუ ასე შემდეგ. აი ყველაფერი აბსოლუტურად რაღაცების მოძებნა, შოპინგი, მოკლედ შაბათ-კვირას დროს ვუთმობ ამას. რა თქმა უნდა, დასვენებაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხა ესე შაბათ-კვირას წესიერ ვერ ვხვდები რა უნდა ვაკეთო. დასვენების კუთხით, იმიტომ რომ ძილის მოყვარული ადამიანი არ ვარ. და დღეს მაქვს ძალიან ბევრი საქმე, ეხლა ჩამოგითვლით რამდენი მაგ გასაკეთებელი და მოკლედ მივყვეთ ერთად. დაახლოებით 5 საათის გამოყოფას ვაპარებ ამ ყველაფერთვის, იმიტომ რომ საღამოს მივდივარ თაკარაში სუხიშვილების კონცერტზე და იქამდე და მოვასწრო ყველაფერი. პირველ რიგში ბიუჯეტი მაქვს დასაცვლელი, რაღაც რემონტს ვიწყებთ და გიგმარებასთან ერთად მოკლედ ხვალ მოდის კონსტრუქტორი და ამიტომ წინასწარ ყველაფერი ჩემი მხრიდან უნდა მქონდეს დათვლილი. ასევე კონსტრუქტორის უნდა დავიბარო, ყველას უნდა მივწერო. ერთ-ერთ ახალ ბრენდთან ვიწყებ თანამშრომლობას და კონტენტის სტრატეგია უნდა გავწერო. და ბრენდი უნდა შევისწავლო კარგად იმისთვის, რომ ხარისხიანი, გულწრფელი გამოცდილებაზე დაფუძნებული გამოცდილება გაუზიარო ჩემს მომხმარებლებს. ასევე ბინებინო დავათვალიერო, როგორც იცით აქტიურად ვეძებ რაღაც ბინას, მანქანა მყავს შესაძლებლად წასაყვანი, რა ნაკაწრები აქვს და რა აქვს გასაკეთებელი, რომ შემდგომ გაყიდვაზე ვიფიქრო. ხელოსანი მყავს დასაბარებელი ორ რაღაცაზე და ამას ალბათ ხიზანას ვთხოვ მისტერ მასტერიდან ან პროფიდან უნდა გამოვიძახოთ ვინმე, იმიტომ რომ ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს ორივე აპლიკაციასთან. YouTube-ის ანალიტიკას უნდა ჩავუვიდე, იმიტომ რომ აქამდე YouTube-ზე ისე ვქნიდი ვლოგებს, რომ ანალიტიკას არ ვაკვირდებოდი და ყველა დიდი YouTuber-ი ამისკენ მომიწოდებს, ამიტომ გადავწყვიტე რომ გავითვალისწინო ეს რჩევა. ინგლისურის დავალება მაქვს გასაკეთებელი და ასევე გადავწყვიტე რომ ძალიან აქტიურად დავიწყო ჩემი კონკურენტი მოდი კოლეგა ვლოგერების ვიდეოების ყურება. ჯერ პირველ რიგში იმიტომ რომ ინგლისურს გავიმჯობესებ და შემდგომ ძალიან ბევრ კარგ ახალ რაღაცას ვისწავლი და მივიღებ ინსპირაციას იმისთვის, რომ მე ქართულ ენაზე შევქმნა თქვენთვის კონტენტი. მოკლედ დავიწყოთ, ძალიან მოტივირებული ვარ, ძალიან ენერგიულად და ნახოთ რამდენადაც მოვასწრებ დღის ბოლოსთან. აქაურობას დაგათვალიერებინებთ, უკარგესი ადგილი არის და ჩემი ძალიან დიდი რეკომენდაცია, ვისაც ესე coffee-shop-ში მოსვლა მოგინდებათ ნებისმიერ დროს. ჩემი ყავაც მოვიდა სვამ სტანდარტულ სილყავას ნაყინით. ჯერჯერობით სხვა ყავის გემოს ლეველზე ვერ გადავდივარ, იმიტომ რომ მაინც
მაინც რჩები ძის და ნაყინის მოყვარულ ადამიანად. ცანტე. თავლე უკვე რამოდენიმე ბოთლი წყალი მოვეჩემი ფრიტს თოს ცოტა არის ჭანს რაღაც უკობებით. მადლობა. შევერაფერე. ჩამადა. მოვჩი მუშაობას ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე და ისე დავიღალე, რომ ხარი რომელი საათი? 7 საათი არის ზუსტად. მოკლედ, საკარაში მივდივარ თუ ვერა, არ ვიცი. ველოდები ხიზანას პასუხს და ეხლა ჩავავაგდებ ერთით. თუ ვერ წავალ, ცოტას დავისვენებ და მერე გავალ სასიარულოდ, იმიტომ რომ დღეს საერთოდ არ მიმოძრავია. სახლში შევჭამ რამე ჯანსაღს. ავედით, კარგად. I need to know a few things. I really need to steam this top because it's too beautiful to not be properly steamed. I got my calicut for my birthday from Filippo. So good. გამარჯობა მეგობრებო. ვიცი, 4 შაბათი დღე არის და დილით დამირეკა ჩემმა დამ, როგუშინ ღამით თურმე დედა ჩემს წავუვიდა გული და წაიყვანეს სასწრაფოთი საავადმყოფოში. ეხლა ვიყავით, მოკლედ ინსულტის მერე ხშირიაო, ასეთი გულის წასვლებია. თავარი არის რომ ინსულტი არ აქვს გამეორებული, რაც აი უდიდესი შოკი იქნებოდა ჩვენთვის და 3:05 საათამდე არის ნახვის საათი და იქამდე ვერ შევდივართ. ეხლა მიმყავს ჩემი და ექიმთან. რატომ მიდიხარ ექიმთან? გეგმიური ვიზიტი აქვს, ხო? მე უნდა გავიაროთ რაღაცების საყიდლებზე, ბავშვის ნივთებზე და იქამდე დედას ნახვის დროც მოვა. მოკლედ ესეთი ძალიან მაგარი დილა გაგვითენდა. სამსახურში ალბათ day off-ი დამჭირდება, იმიტომ რომ ამდენ რამეს ვერ მოვასწრებ. ძალიან დიდ საცობში მოვიდით. წავედით. აი, მოკლედ არის 6 საათი. ძლივს მოვედით. ძალიან ბევრი წამალი დაუნიშნეს, სხვა რაღაცები, კაპისაც წავიღე. ანუ ეს გაჩვენებს რამდენი წამალი დაუნიშნეს. მილიონი. ეხლა დავჯექე და ბლოკნოტში დავწერე ყველაფერი, სად რა უნდა დალიოს, დავუხარისხე ყველა ანალიზები და უნდა წავიდე სახლში. იმიტომ რომ 8 საათზე ვარ ჩხლებზე ჩაწერილი და ისეთ რაღაცები მოვასწრო, რომ მე ჩხლები არ გამიფუჭდეს, როგორც იცით მე შილაკს არ ხმარავ. ხო და გავიქეცი. ძალიან დავიღალე. 5 ექიმთან ვიყავით მე მგონი. აი 4-თან. იმიტომ რომ პირველი ექიმის მერე კიდე რაღაცები დამატებით დაგუჭირდა და დაღლილესი ვარ. დროებით. ეხლა უნდა ჩავლაგდე ბაკურიანისთვის.
გადავიღებ ჩალაგებასაც. არაფერი არ მაქვს მზად. წავედით. ჩავავედით ვაკურიანში, ჩანთა დღეს ჩავალაგე და ამიტომ ვერაფერი ვერ გადავიღე. წავედით საჭმელად. ნახეთ როგორ გავსუქდი. ჰაი, კვირა დღე არის. დილით ვიყავი მზეზე და ცოტა დავიწვი. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია საგარი არ მომიღე და ფაქტიურად მაიორკის მერე პირველი მზე იყო. გამოვედით საჭმელად ძველ რუმში, მაგრამ მენიუ შეცვლილი არის და იმედია ბურგერი მაინც იქნება გემრიელი. გუშინ ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაკეთებ ვერაფერი, ამიტომ დიდად არაფერი არც გადამიხია. ხვალიდან ვიწყებ ახალი ლოგის გადაღებას. ძალიან დაღლილი ვარ, ძალიან ნანერვიულები ვარ მთელი ეს პერიოდი და მინდა რომ დარჩენილი 5 დღე გავატარო ძალიან მშვიდად, წყნარად ბუნებაში და ასე შემდეგ. აუ ხიზან ჰამაკი მაყიდინე რა. ჰა? რა ვისადმე? просто მოწყვეტილ ადგილს. და საპიკნიკე დასაფენიც მინდა. ხო. სადმე ვივლი. ხიზანას დაც არის ბაკურიანში ჩვენთან ერთად და მოკლედ რამეს ვიზამთ. ეხა შევაფასოთ ძველი რუმსის ახლებური მენიუ. მე და ხიზანას გაცნობის ისტორია უნდა მოგიყვეთ. მოკლედ 2000 რომელი წელი იყო 15? 2014 წელი იყო. ბაკურიანში ვიყავით წამოსულები ბანაკში და მე ძალიან მაგრად არ მინდოდა ამ ბანაკში წამოსვლა და ძალით გამომიშვეს. სახლიდან ვიყავით 15-16 წლის. ხო და მოკლედ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. იმ ავტობუსში რაშიც ავედით, იმაშიც აი ძალიან ცუდი სახით ავედი და გადაწყვეტილი მქონდა რომ აი არავის არ დაველაპარაკები და არ გავერთობი, იმიტომ რომ ჩემ ოჯახის წევრებს არ გახარებოდათ რომ მე კაი დრო გავატარე, განსაკუთრებით ჩემ ძმას, ჩემმა ძმამ გამიშვა ხო და ვიყავი წინასწარ განწყობილი ძალიან სუდად და ავედით ვარ ავტობუსში, აი ძალიან რებელა ბავშვი ვით, დავჯექი უკან. სულ ბოლოში წავედი და მოკლედ ჩავედი, როგორც კი ჩავედი, რაღაც ბიჭი მოვიდა ჩემთან ეგრევე, ჩვენი მე დავმეგობრდით, ლუკა კიჟელი, ხა? მოვიდა ეგრევე ჩემთან დამელაპარაკა, რომ რაღაცა შენ რაღაცა რა ქვია, რაღაცა. ამაზე ძალიან მომეშალა ნერვები. მეთქი ეს ვინ არის? ავედით ეხა ოთახებში, გადავნაწილდით რაღაცა ვინ სად როგორ და ეგრევე გავიხედე ფანჯრიდან. და ეს ლუკაც ზუსტად ჩემ გვერდზე ოთახში იყო და იმანეს ფანჯრიდან გამოიხედე და კიდე იქ დამელაპარაკა, ანუ სუპერ კომუნიკაბელური. და მე უკვე ნერვებს მიშლის, ანუ უკვე მინდა რომ მოვკლა და მოვიდა ეხა ჭამის დრო. კამერა არის, მე მგონი ცოტა დაყირავებული. მეჩვენება. კაი, ეს გავასწრებ. ხოდა ანუ უკვე ძალიან მაქვს ნერვები, მაშინ თან ეს ლუკა ძალიან მიშლის ნერვებს, რაღაცნაირი ტიპია ისეთი რა, ქართულ-გერმანული ვიზუალით და ძალიან ისეთი. ხოდა ჩავედით საჭმელად, რომ ჩავედით მე დავჯექი სუფრის თავში. ანუ თუ კი ვინმეს გაინტერესებს საიდან ვიყავი, ესეთი არ ვიცი. ანუ აი ესეთი აი რაღაც ქეთ მაღალი თუ რაღაცნაირი, ეგ თვაში ვიყავი, არ ვიცი საიდან ვიყავი. არანაირი საფუძველი არ გამაჩნდა. ხო და ჩავედით საჭმელად, დავჯექი სუფრის თავში ესე რა. ხო და ხიზანაც არის აქ, ოღონდ საერთოდ ვერ ვამჩნევ. და ზის მაგალითად მაგდის შუაში გვერდზე სადღაც რა. ხო და მე პირველი დღე არის, საერთოდ არავის არ ველაპარაკები, არავის არ ვეკონტაქტები, არასაც იძახიან არაფერში მონაწილეობას არ ვიღებ. ეს რო ჭამეთ, მეც აი ავიღე საჭმელი, ვჭამე და წამოვედი რა და სულ ვარ ოთახში, ან მარტო ეზოში და მოკლედ ძალიან ისე ჩაკეტილი. ხო და ყოველ დღე ხო ჩავდი ვარ, დღეში 3 ჯერ ჩავდიოდი საჭმელად რა. ყოველ დღე ამ ხიზანას ეხა შევამჩნიე ვიზუალურად ძალიან კარგი საყვარელი ბიჭია ვიღაც, მაგრამ მინდა მეზიზღება იდეა რომ საერთოდ მანდ ვარ და ის იდეა რომ ანუ აქ ვინმეს უნდა დავუმეგობრდე, რომ არ მინდა. ეს ლუკა ჩვენი მეგობარი კიდე სულ მოდის და მე მეგობრება რა, ანუ უკვე აღარ მაღიზიანებს რა, მელაპარაკება ხან დამიჯდება ხან რაღაც. და ხიზანა
ყოველ ჭამაზე, ანუ აი საუზმე სადილე ვახშები, გძნობ რომ ერთი სკამით ჯდება აქეთ რა, ანუ ყველას ესე თავიდან რომ მიდით, ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს და მე ხიზანა იცვლის ადგილს, ანუ ერთი სკამით მოიწევს აქეთ. უკვე ნუ რაღაც დღერო დადგა რომ აი ჩემ გვერდზე მოუწია დაჯდო, მანდ გავიცანი რაღაცა მითხრა და ანუ აი ძალიან საყვარელი იყო, აი ძალიან და ძალიან მომეწონა მე თვითონაც ამბობს რომ აი ძალიან მაგრამ მომწონდიო და მე დავმეგობრდით მე ეს ლუკა და ხიზანა და ხიზანას ეგონა რომ მე და ეს ლუკა ერთმანეთს ვიცნობდით ანუ ეს ლუკა იმდენად კომუნიკაბელური იყო და იმდენად ველაპარაკებოდა რომ ეგონა რომ ერთმანეთს ვიცნობდით და ხიზანა ლუკაზე ბრაზდებოდა და მე საბოლოო ჯამში მოკლედ მე ესე ვიძახდი თურმე რა არც მახსოვს რომ სანამ მე 12 კლასში არ ვიქნები შეყვარებული არ მეყოლებოდა თქო და ეს რო თქვი ხიზანა მამის გამო გადაიფიქრა ჩემთვის საერთოდ რამის თქმა და ესე მეუნება რომ დაგაფრენდზონეო მაგის გამო ეგრო თქვიო და მოკლედ დავმეგობრდით სამივე და იმის მერე თბილისშიც ნუ იქაც ძალიან ბევრი ძალიან კარგი დრო ვატარეთ იქაც და ძალიან კაი იყო ერთი მომენტი ხიზანაზე რაც მახსოვს ესე გვერდზე ხო დამიშდა და გავიცანი და მაგ დღეს ზუსტად ჩვენმა ლიდებმა ვინც იყვნენ რაღაცეებს აწყობდნენ ხოლმე რა საღამოობით რაღაც აი რაღაც აქტივობებს რა შესაძლოა მიგიღო მონაწილეობა და მე ხო არაფერში არ ვიღებდი მონაწილეობას და მოკლედ იმ საღამოს შემილიდი დამელაპარაკო რომ მოკლედ ძალიან ცუდად შენსო ეს შენი მონაწილეობის არ მიღებებიო რაღაცეებში და მოკლედ დღესა უეჭველი და მიიღო მონაწილეობა და რაღაცა ყვავილის ფორმა უნდა ჩამეცვა თუ ყვავილებიანი რაღაც და მოდი ჩვენებაზე უნდა გამოსულიყავი და მე ამაზე გამომიყვანეს ზალით ხიზანამ და გამარჯობა მადლობა ხიზამ და უკამით ძალიან დამცინეს და ვიდეოში ვამბობ ბოდიში ხიზანამ და უკამით ძალიან დამცინეს ამაზე რა და ისე გაბრაზდი რომ მეორე დღეს დავიწყე შიმშილობა ან ძალიან მეცინება და ხიზანამ ეს რა ქვია დამასაპორტა და ჩემთან ერთად არაფერი არ ჭამა და მან მივხვდი რომ ოღონდ არ ჭამა რაღაც მაგალითად სადილზე ანუ არ სადილზე არაფერი არ ჭამა და მან მივხვდი რომ რაღაცა კი ამასაც მოვწონო ხო და საღამოს ძალიან მოგშვივდა უკვე რომ არ ჭამა ჩემთან ერთად არაფერი ხო და ფულიც ისე გქონდა წაღებული რა ძალიან ცოტა ჩვენი ერთ-ერთი ლიდი გავაგზავნეთ მაღაზიაში და ლობიანები მოვატანინეს და ეგრევე ჭამეთ და მეორე დღიდან დავიწყეთ ეგრევე ჭამა იმიტომ რომ მივხვდი რომ ჩვენით დიდხანს ვერ გავქაჩავდით ამ შიმშილობაზე. მოკლედ ეგრე. აი ხა დავპაუზდეთ შევჭამ და გავაგზავნებ ისტორიას. აუ უკაცრავად ცალფეთ კი რომ მოგვიტანეთ შეგვიძლიათ. ძალიან გემრიელია. მოკლედ გემრიელია. ბურგერი ძალიან. რაღაცა ისეთი განსაკუთრებული სპეციფიური გემო არ აქვს. ფრი ძალიან კაია და ყველაზე მეტად რაც მომეწონა კეჩუპი მოიტანეს როგორ იცით მაიონეზის და კეჩუპის соуსი ერთად გიჟდება ძალიან კაია და კოკოლამ ყველაფერთან არის ტოპ კოკოლის დალევა დავიწყე ჩემთავს პატიობ იმიტომ რომ ხანდახან ძალიან მჭირდება ტრორსლობაში რაღაცები არის რადგან ძალიან შველის კოკოლა ენერგიის კუთხით და სხვა ბევრი რამის კუთხით ამიტომ რაც კოკო ჩემი მეგობარია ეხლა უნდა ვთხოვო ხიზანოსო წამომყვეს იმ პარკში სადაც განაგში რო ვიყავით მაშინ ვთამაშობდით ხოლმე და ვნახოთ თან ხდება. ჯერ ვიტამინები მაქვს დასალავე. აუ იქ თხოვ იმ პარკში წავიდეთ ერთი და შევმეწადი. იმ პარკში. მე ცხოდ გავიდე. კი. წყალი? დამთავრდა. ეხლა ვიყიდი ჰამაკს. ხვა კიდე ჩამოდი შენ მეგობარი სოფო ბაკურიანში რომელთან ერთადაც გული მეგრძნობს რომ ძალიან ბევრს ვიცინებ აუდუგები ნახოთ როგორ წავა ჩემი დღეს ერთი ორი აფირმაცია დავწერე მეცინებ
წავედით. დავლიო და წავალ და მას ხალხს ვაჩვენო როგორ ვიტამინი. მე ის რსული ვარ, რომელიც ვიტამინებს სვამს, იმიტომ რომ საჭმელით ვერ ვუწყობ ხელს. ყველაზე მეტად მიყვარს წყალის სნო, ეს არის ბაკურიანი. მოვედით ჩვენ სასტუმროში. აი ეს სასტუმრო იყო თბილისი, სადაც და ხიზანამ ერთმანეთი გავიცანით და ამ სასტუმროს გარეთ გამოსვლა არ შეგვეძლო. და ეხლა შევთ იმ პარკში, სადაც დავდიოდით. მაშინ ამ პარკში წახი? ხა, აბა. ამილანის პარკი ვაფშე არ ვიცი. მე ბაკურიანელი კი არ ვარ. ძალიან კარგად გაუკეთებიათ. რა სიმღერაა ჩართული? ეს ბილიკი სადად ის? AI სიმღერებს აუკრდა აუდიო ხიზანამ. ავიდეთ ამ ბილიკზე? თერმო მიყოლია მოკლედ მე რა თბილისში რო გავაგრძელეთ მეგობრობა ჩვენ სამმა ორივემ რო დამაფრენძონა მე და ხიზანას ესე ერთმანეთი ვითამ ეხა რო ვფიქრობ მაინც რაღაცა ქვეცნობიერად ალბათ მოგწონდა რა ხო და გადავწყვეტ რომ ერთმანეთი გვეტარებინა სუდ ადგილებში რა ანუ აი ვინ უფრო სუდ ადგილას წაიყვანდა მეორეს და ერთხელ მე წავიყვანე კომედი შოუს კონცერტზე. ხელოვნური რას მეტყვა. ხო, მე წავიყვანე კომედი შოუს ჩაწერაზე. შესაც წამიყვანე ცუდ ადგილას. ვერ სადმე მგონი. ხო, ამ წამენდა პატიჟად გამოფენაზე და ისე დროს დამემბარა რომ ეს გამოფენა უკვე დამთავრებული იყო და ვითომ ანუ გავბანძდი რომ მე წავიყვანე ჩემი დის გამოფენაზე რომელსაც თავის დებილობა ნახატები ჰქონდა გამოფენილი და აი დიდი სამების დავპატიჟე და ყედი ეგრე რა ამას თამაშობდით ძალიან სასილო და მე ეხლა ამდენი წლის მე რომ შევხვდით ერთმანეთს მე დავიწვი დღეს ამდენი წლის მე რომ შევხვდით მესაც წავიყვანე ეს თამაში აღვადგინეთ და მე წავიყვანე მტკვარზე კატერის საკატაო ანუ ბოლომდე ვეუბნებოდი რომ იმ ადგილას რომ მევყაინო სახელოსნოში მივდივარ თქო და იქ უნდა დავლიოს თქო და ვაუ ძალიან ქრინჯობა და რაღაცებს ეხლა და ვთქვათ კატერში ჩავსვი აი გაგიჟდა ოღონდ ძალიან კაი აღმოჩნდა ძალიან მართლა ძალიან კაი იყო და ეგ თამაში რატო აღარ გავაგრძელეთ არ ვიცი მე მოკვდა ხიბლი ყველაფრის და ეხლა ამდენი წლის მერე კი მეგობრობდით ესე ანუ რაღაცა მიწერმოწერა ესე ქონდა აი ძალიან ისეთი რა ზოგადად რაღაც კონკრეტულ თემაზე ან მე ცოტა მე სამოგზაურო წავიდოდი და რაღაცას მომწერდა ან რაღაც რა აი ძალიან მეგობრული აი ძალიან მეგობრული მაგრამ მე მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ აკადემიაში და ესეც იმ შენობაში მუშაობდი და შემხვდა და რო შემხვდა აი საერთოდ დავიწყებული მქონდა ხიდანაც არსებობა და აი უცბად აი გონებაში ძალიან ისე გამახსენდა რაღაცნაირად დადებითად კარგად და მე ისე მეგობრობა დავიწყეთ. ანუ აი მართლა მეგობრობა. რაღაცებს გადაობა, რაღაცა. და მე პატარა ინციდენტები იყო. აი ჰამაკივით რაღაცა აი აქ არ მინდა. მე პატარა აუგებრობები იყო. და მე ჩვენი ამბავი მოხდა. აი 50000 გამომწერზე რო ავალ მაგ გაუგებრებებს მოვყვები. აკა დავასრულეთ თითქმის ვლოგი, ეხლა ჰამაკს ვიყიდი და ხვალიდან ვიწყებ ახალი ვლოგის ჩაწერას. წავედით. ხიზანაც გავუშვათ თბილისში.